თეონა პიტერაშვილი 9 წელია, რაც ხელნაკეთ თოჯინებს ქმნის. მისი საქმიანობის მთავარი ინსპირაცია სოფელს და ბებოს უკავშირდება. ბავშვობის მოგონებებიდან ის ნათლად იხსენებს სოფელში გატარებულ დროს. იქ ნანახ ძველებურ ნაქარგობებს, შვიდ ბუნებას და ბებოს დანაოჭებულ სახეს, რომლის ყურებაც საათობით შეეძლო. მისი თოჯინებიც ისეთივე თბილი და ნოსტალგიურია, როგორიც მისი მოგონებები ბავშვობაზე. თითოეულ მათგანს გამოკვეთილი სახის ნაკუთები და გამორჩეული ხასიათი აქვთ. თეონას კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი ეგრეთ წოდებულ ბარაქის თოჯინებს უკავიათ. ისინი ხორბლის თავთავებისგან და სხვა ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული. ოდითგანვე ხალხს სწამდა, რომ მსგავსი თოჯინები სახლში ბარაქის და კეთილდღეობის მომტანია. მის ნამუშევრებში ასევე ხშირად ხვდებით ძველი ქართული მულტფილმების პერსონაჟებს. ბომბორა, გუდა, წუნა და წრუწუნა. ეს ის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟებია, რომლებიც ბავშვობას გვახსენებს და ძველ დროში გვაბრუნებს. ახლა კი ისინი თითქოს გაცოცხლდნენ და რეალურ სამყაროში გვევლინებიან. ძალიან მიყვარს ქართული მულტფილმები, ძველი ქართული მულტფილმები და ფიქრობდი, რომ აიქიდან გავაკეთო და ვაჩვენო ხალხს, თქო, ჩვენი რაც არის ეს ძველი ქართული. ხელნაკეთი თოჯინები როგორც ასეთი ძალიან საინტერესო არის. ყოველთვის დადებითთან ასოცირდება. თან ხელნაკეთ თოჯინებს აქვს ის, რომ არის ყოველთვის კარგის მომტანი. შემოქმედებითი პროცესი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ძალიან მსიამოვნებს ამის კეთება, ძალიან მიყვარს. დაახლოებით 3-4 საათი დამჭირვები ერთ თოჯინის გაკეთებას. უბრალოდ ეს ცოტა მარტივი თოჯინები რომელიც არის. და არის კიდე ცოტა რთული გამოსაყვანი პორტრეტული თოჯინები, რომლებსაც ანუ 1-3-4 დღე მაინც მჭირდება. იქ ტანსაცმლის მოძიება, შეხამება, ფერების, სახის მიმსგავსება, დეტალების. ძირითადად ვამზადებ პოლიმერული თიხისგან და ნაჭრებისგან. ორივე მომწონს, ორივე განხრით მომწონს. პოლიმერული თიხაც ძალიან საინტერესო არის და ნაჭრებიც. ნაჭრებით უფრო შეგიძლია გამრავალფეროვნო თოჯინები და უფრო საინტერესო გახადო. თოჯინების შექმნის გარდა თეონა ქარგავს, მუშაობს თექაზე და ხალიჩებს ქსოვს. ამ მრავალფეროვან საქმიანობებს შორის მისთვის გამორჩეულად სასიამოვნო თოჯინებზე მუშაობაა. როგორც თავად ამბობს, თითოეული თოჯინა თითქოს მისი სამყაროს პატარა ნაწილი ხდება. ამიტომ სურს, რომ ეს შემოქმედებითი პროცესი კიდევ უფრო დახვეწოს და თავისი გამოცდილება პატარებსაც გაუზიაროს. ასწავლოს, როგორ შეიძლება უბრალო მასალებისგან შეიქმნას რაღაც ცოცხალი და განსაკუთრებული.